მოგესალმებით. დღეს ჩემი სიტყვა განათლების რეფორმას უნდა შეხებოდა, რომელიც ნაცების დროს ციხეების უფროსმა მიქანაძემ და ასევე Eagle Hills-ის გაყიდვების მენეჯერმა კობახიძემ წარადგინეს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ გუშინ თქვენი გუნდის წევრების კომენტარები მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი თურმე აღარ არსებობს. BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით, რადგან თურმე თქვენ თვითონვე გამოიძიეთ ობიექტურად და დაასკვენით, რომ შვიდობიანი აქციის დარბევის დროს წყალში კამიტი კი არა სხვა ნივთიერება გაურიეთ. თქვენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები რომ გვერდით გადავდოთ, ჯერ სანქცირებულმა გომელაურმა, შემდეგ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, შემდეგ კი სუსმა თავისი ბრიფინგით აღიარეს, რომ წყალში ნივთიერების გარევა მოხდა მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის, რაც უკვე დანაშაულია და როგორც ხვდები, ეს თქვენმა დეპუტატებმა არ იციან. თქვენივე პირით ნაღიარები ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას კი ახლა იმით ცდილობთ, რომ თითქოს ეს ნივთიერება კამიტი არ იყო. არც მე ვამბობ, რომ ეს იყო კამიტი, მაგრამ თქვენს და ჩვენს ვთანხმდებით იმაში, რომ ნივთიერების გარევა მოხდა, ანუ დანაშაული უკვე ჩადენილია და რა ნივთიერება იყო გამოყენებული, ამას გამოძიება ჭირდება. მაგრამ ჩვენ ვერ ვენდობთ თქვენს გამოძიებას და იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიან ზონდერებს აცემინეთ, ახალგაზრდები ძვლებში დატეხეთ, ჟურნალისტებს კისერი მოტეხეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ, დაკავებულ ადამიანებს დაკავების შემდეგ ცემდით, ახალგაზრდებს ჯერ სახლებში ტელეფონზე ურეკავდით და აგინებდით და შემდეგ სადარბაზოებთან ხვდებოდით და სცემდით. არ ინდობდით არც ბავშვებს, არც ქალებს, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც არც ერთი მსგავსი ფაქტი არ გამოიძია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხალხის ცემისთვის დააჯილდოვეთ. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მაგნიცკის სიაში არიან მოხვედრილები. თუ თქვენ გონიათ, რომ დრო გავიდა და ეს ძალადობრივი აქტები ხალხს დაავიწყდება, გეშლებათ, რადგან ხალხს არაფერი არ ავიწყდება და ეს ნაცების მაგალითზე მაინც უნდა გაგეთვალისწინებინათ. ქართველ ხალხს არაფერი არ ავიწყდება. და ამ ყველაფრის მერე თქვენ გინდათ, რომ სიტყვაზე გენდოთ, თუ რა ნივთიერება გაურიეთ წყლის ჭაოს და როგორ დაარბიეთ მშვიდობიანი მოქალაქეები. თან მას შემდეგ, როცა თქვენ თვითონვე აღიარებთ დანაშაულს, რომ წყალში ნივთიერება მართლაც იყო გარეული. ამას თქვენ ვერ გამოიძიებთ, ამიტომ დავაინიცირეთ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს პარლამენტში, რადგან საქმე მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება. და უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს არ მოაწერს, გადაინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭაულში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება. და ვინც გეუბნებათ, რომ წყალში კამიტი არ იყო, ის გატყუებთ. თქვენს პრემიერ-მინისტრს ოდნავი პოლიტიკური ალღორო მქონოდა, უკვე უნდა დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ, თუნდაც მისი გადადგომის ტექსტი ისევ სხვისი წასაკითხი ყოფილიყო.